გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხესტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გყავთ ადამიანი, რომელიც აღარ არის, ასე ვთქვათ, ცოცხლების სიაში, რას გეტყოდათ თქვენ დღეს, რომ შეეძლოს. ვისაც გაინტერესებთ ამ დაგვარი დასათაურება დარჩით, ვისაც სრულიად სხვა თემები უფრო მეტად მოგწონთ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და შეგიძლიათ დაკავდეთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობით. მაშასე, რას გეტყოდათ ის ადამიანი, რომელიც დღეს არ არის თქვენს გვერდით, რომ შეეძლოს მას. გეტყოდათ, რომ თქვენ ხართ სწორად განვითარებული, თუ შეიძლება ასე გადმოცე, თქვენ გაფასებთ ის სოციუმი, ის ხალხი, რა სოციალურ წრეშიც თქვენ ტრიალებთ, თქვენ გაქვთ ისეთი გამოვლინება ხალხში, საზოგადოებაში, რომ ეს თქვენს იმიჯზე დადებითად აისახება, თქვენ შთაბეჭდილებას ტოვებთ თავმოყვარე ადამიანის, რომელიც პატივს ცემს საკუთარ თავს, საკუთარ აზრებს, საკუთარ შეხედულებებს. ამის გამო თქვენ ძალიან გაფასებენ გარშემომყოფები, თქვენში იკითხება ინტელექტი, თქვენ ამ ყველაფერს მიაღწიეთ თქვენით. შესაძლებელია თქვენ ისწავლეთ, მიიღეთ უმაღლესი განათლება, ან ახლა ადგახართ გზას განათლების მიღებისკენ. შესაძლებელია ხართ სტუდენტი, სწავლობთ, ან რაღაც კუთხით სწავლობთ და ვითარდებით. მას რომ შეეძლოს, თქვენ გეტყოდათ, რომ ყოჩახ, შენ ხარ ზუსტად ისეთი, ვისითაც მე ვიამაყებდი. კიდევ რომ შეეძლოს, რას გეტყოდათ? თქვენში არის უდიდესი ძალა, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, თქვენ შეძელით საერთოდ ბევრი რამ ცხოვრებაში. თქვენ შეიძლება ითქვას გადალახეთ ბევრი ბარიერი და მას რომ შეძლოს, გეტყოდათ, რომ თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ადამიანი. კიდევ თქვენ დაანგრიეთ დრომოჭმული სტერეოტიპები, ძველი, რაც იყო უკვე ასე ვთქვათ, დესტრუქციული, თქვენ დაშალეთ, დაანგრიეთ, წახვედით ძველი პროგრამებისგან, შესაძლებელია ეს იყოს თქვენი საგვარეულო პროგრამები, არ არის გამორიცხული, რაც თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მსხვერპლად გამყოფებდათ. დიდი ხნის განმავლობაში თქვენ ტკეპნიდით ერთი და იგივე ადგილს, შეიძლება ითქვას, და წინ არ მიდიოდა თქვენი ცხოვრება და თქვენი, ასე ვთქვათ, სურვილი, რაც თქვენ გაქვთ, დიდი ხნის განმავლობაში იყო აუხდენილი. თქვენ ხართ სამართლიანი და საერთოდ რაღაც კარმეული ეტაპი გიდგათ ახლა ცხოვრებაში, თქვენ ვითარდებით კარიერულად, განსაკუთრებით ვინც მუშაობთ, ან ვინც სწავლობთ, ან შესაძლებელია აურივერდროულათაც, რატომაც არა, ამ კუთხით გელოდებათ წინსვლა, ისევ და ისევ თქვენი სიჯეუტის, თქვენი მონდომების, თქვენი ნებისყოფის ხარჯზე. დიახ, თქვენ ის გეუბნებათ, რომ თქვენ გფარველობთ ის, სადაც არ უნდა იყოს. ეს არის უმაღლესი ძალები, ასევე თქვენი ფარველი ანგელოზი გიცავთ ნებისმიერ სიტუაციაში და ეს ადამიანი, ვინც იყო თქვენთვის ძალიან ძვირფასი, ყოველთვის, ასე ვთქვათ, მენტალურად გზას გინათებთ. თქვენ თითქმის უკვე, ეცეთ როგორ
სწორ გზაზე გახართ, რა თქმა უნდა, თუმცა მიზნის მისაღწევად ძალიან ცოტა დაგჭათ, აი ძალიან ცოტა, თითქმის მთელი გზა უკვე გაიარეთ იმ სურვილის ასასრულებლად, რაც თქვენ ასე ძალიან გსურთ. ეს შეიძლება იყოს წინსვლა კარიერაში, ეს შეიძლება იყოს დიპლომი დაუშვათ თუ სწავლობთ, ან ეს შეიძლება იყოს ჩაბარება, ვინც ემზადებით და ხართ აბიტურიენტები. ბევრი რამ შეიძლება, ეს არის საჯარო, ასე ვთქვათ, გაშლა და პირადტარო კონსულტაციაზე შეგიძლიათ მომართოთ. კარგით, კიდევ მას რისი თქმა სურს, ან შეიძლება გაფრთხილება თქვენთვის. ეს რამდენად გაფრთხილება, არ ვიცი, თუმცა თქვენ მალე დადგებით არჩევანის წინაშე, ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია უკვე ხართ ამ არჩევანის წინაშე, თქვენ ადამიანი გაგიკეთებთ წინადადებას, რომელზეც თქვენ ალბათ ითხოვთ დროს, რომ აი დაფიქრდეთ, თქვენ სავარაუდოდ ასეთ რაღაცას ეტყვით, რომ ცოტა დრო მომეცი მოსაფიქრებლად. აი ესეთი არჩევანი დაგიდგებათ ძვირფასებო, ეს შეიძლება ვიმეორებ იყოს როგორც სასიყვარულო თემა, ასევე რაღაც კარიერული ბიზნეს თემა, ასე ვთქვათ. ეს ადამიანი, რომელიც შემოგთავაზებთ თქვენ ამ წინადადებას, იქნება ძალიან სანდო ადამიანი, ის პასუხისმგებლიანი, მან იცის რას ამბობს, მის სიტყვას აქვს ფასი. უბრალოდ რადგან აქ არჩევანია მაინც, ესე იგი თქვენ ცოტა ყოყმანობთ, ცოტა ორჭოფობა არის თქვენი მხრიდან, ეს მეტყველებს იმაზე, რომ კარგად უნდა აწონოთ, კარგად დაფიქრდეთ. რაც არ უნდა სანდო იყოს და რაც არ უნდა ესეთი ავტორიტეტული ადამიანი იყოს, დაუშვათ თქვენ მაინც დრო აიღეთ იმისათვის, რათა დაფიქრდეთ. აი ეს არის გაფრთხილება, უცებ არ მიიღოთ გადაწყვეტილება, რაც არ უნდა მომხიბლავი წინადადება შემოგივიდეთ. კიდევ რისი თქმა სურს იმ ადამიანს თქვენთვის, რომელიც ასე ვთქვათ, გფარველობთ თქვენ. ფინანსური სტაბილურობა მოდის თქვენ ცხოვრებაში, ძვირფასებო, ასევე სიყვარული. თავიდან გავიფიქრე, რომ შესაძლებელია პარტნიორიც არის ეს მეთქი და მინდოდა მეთქვა, შეიძლება პარტნიორიც იყოს მეთქი, მაგრამ არა. ეს არის კონკრეტულად ფინანსური სტაბილურობა და ასევე სიყვარული. ულამაზესი არგანები დაიწყო ერთმანეთის მიყოლებით. თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი შიში ძვირფასებო, ძალიან ბევრი ფიქრები, შესაძლებელია ამ ბოლო დროს ღამე კარგად არ გძინავთ. რატომ? რადგან იმდენი ფიქრი შემოდის თქვენს თავში, რომ საშუალებას არ გაძლევთ ნორმალურად გამოიცინოთ. ყველასთან არ არის ძვირფასებო აუცილებელი, რაღაც პროცენტთან ესე აჩვენებს. მოდი ასე ვთქვათ, 90%-თან, ვინც თვალყურს მატევნებთ. თქვენ ესე იგი ეს ფიქრები, რომლებიც უკვე აღნიშნე, რომ რაღაც თქვენს ნერვებზე აისახება და ძილის საშუალებას არ გაძლევთ. ასევე მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ ძალიან კარგად განვითარებული სწრაფი გონება. თქვენი გონება სწრაფად, ასე ვთქვათ, ხარშავს სხვადასხვა აზრებს, სხვადასხვა სიტუაციებს და ეს გინათებთ ასევე თქვენ გზას ცხოვრებაში, ცხოვრების სავალ გზაზე. თქვენ თითქოს ხართ მარტო, მაგრამ თქვენი გონება შეიძლება ითქვას ცალკე პიროვნება. თქვენი გონება თქვენ მუდმივად, ესე იგი, იცით რა გამახსენდა? თუ თავი შენი თან გახლავს, ცოტა როგორ არის ეს შოთა რუსთაველის გამონათქვამი? თუ თავი შენი თან გახლავს, ღარიბად არ იწოდები. რაღაც ამ სტილის არის, ეხლა აღარ მახსოვს, დიდი ხანი აღარ წამეკითხავს აფორიზმები. გადავლეთ თვალი და ნამდვილად ამ სტილის რაღაცაა, რომ თქვენ მუდმივად გზას გინათებთ თქვენი გამჭრიახი გონება. ფარველი ანგელოზები მუდმივად თქვენს გვერდით არიან და მას უნდა გითხრათ, რომ თქვენ კომფორტულად და ლაღად იცხოვრებთ მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებებს.